კვირა კარგი იყო. ყველა ქვეყანამ გამოაცხადა რომ ომი მოიგეს. ისრაელმაც გამოაცხადა, შეერთებულმა შტატებმაც გამოაცხადა და ხამეინიმაც გააკეთა. მოვიგეთ ომიო. ამან აჩვენა რომ ამერიკის შეერთებული შტატების გარდა უბრალოდ არსებობს არმია მსოფლიოში, რომელსაც მსგავსი შესაძლებლობები აქვს. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩადის მოსკოვში და პუტინი ეუბნება რომ ლაშას მამა გარდაიცვალა და მოგვიანებით გნახავთ. დაკარგა სამხედრო პარტნიორი უკრაინის წინააღმდეგ ომში. კობახიძე ჩავიდა მაინც დაიტირა და ის დამტირებულადაც არავინ არ ჩავიდა და რას ისწავლის ირანი ამისგან? ასადის რეჟიმი აღარ არსებობს, ჰამასი პრაქტიკულად განადგურებულია, ჰეზბოლა პრაქტიკულად განადგურებულია. რუსეთს არ აქვს ამის რესურსი და რუსეთი ყოველთვის გადაგაგდება. ადამიანური ემპათია აჩვენა უჩვეულო მისთვის. Say hello to your husband, okay? ეს არის ძალიან კარგი ევროპისთვის, ეს არის ძალიან კარგი უკრაინისთვის, ეს არის ძალიან კარგი შეერთებული შტატებისთვის. როგორ დათფა ტრამპის ტონი უკრაინისა და ზელენსკის მიმართ? არიცი შენა deep state-მა ანუ ხო, ანუ ქართულად რო ვთქვათ, deep state-მა გაიმართლა. ყველაზე დიდი იმედი მე რისიც მაქვს არის რუსეთის დეგენერატიზმი.